მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს 6 ოქტომბერია, შაბათი დღე. მეგებრუნდები სპორტული სიახლეებით და ახალი ამბებით. ჩვენი სასწავლო თემა იქნება ჩემპიონატები. მატჩებზე მინდა გესაუბროთ ამ კვირაში რა მატჩები ჩატარდა და ასე შემდეგ რა ანგარიშებით დასრულდა. ყველაფერს დეტალურად სორ ინფორმაციას მოგასწრდით. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ მე მთავარი ამბავი 4 ოქტომბერი ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენ ბიჭებისთვის ძალიან წარმატებული დღეა აღმოჩნდა მათლა 4 ოქტომბერი ჩვენი სპორტსმენებისთვის, ქართველი სპორტსმენებისთვის ლა ლიგაში ბარსელონამ რა თქმა უნდა წააგო 4-1 სევილიასთან და მოგებების სერია შეწყვიტა. სევილია წაგების შემდეგ პირველი წაგება ლა ლიგის ჩემპიონატში მადრიდის რეალმა კი ვილიარეალთან ძალიან ადვილად გაიბრძოლა და 3 ქულა მოიპოვა. ასე ვთქვათ, მადრიდის რეალმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულა ჩაიწერა პირველ პოზიციაზე 21 ქულით. როგორც მოგეხსენებათ, ჯონ მიქავტაზე ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯონ მიქავტაზე ულამაზესი გოლი გაუტანა საჯარიმოდ გარედან. ასევე მე მინდა გითხრათ კიდე მადრიდის ატლეტიკომ მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა, მე-7 ტურის შემდეგ კი 13 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. ეხლა კი რა შეეხება ჩვენ მინდა აუცილებლად მოგახსენოთ პრემიერ ლიგის მატჩებზეც. ლივერპულმა 2-1 დამარცხდა და ძალიან დრამატულ ბრძოლაში და ძალიან მაგარი მატჩი გამოდგა რა თქმა უნდა. გიორგი მამარდაშვილისთვის სადებიუტო მატჩი წარმატებული არ გამოდგა სამწუხაროდ. როგორც მოგეხსენებათ კიდე სერიაში მილანმა და იუვენტუსმა 0-0 ითამაშეს ნუნოვანი ფრე, ასევე ნაპოლმა კი მორიგი გამარჯვება ჩაიწერა 15 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება. ეხლა კი რა შეეხება ლიგა 1-ში პარის სენ-ჟერმენმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და არაერთი სამწუხარო ამბავია ეს, მართლა სამწუხარო ამბავია. ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, როგორც მოგეხსენებათ და იმედია თავის გუნდს და ნაკრებსაც მალე დაუბრუნდება. როგორც მოგეხსენებათ, კიდე ერთი სასიხარო ამბავია, რომ ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენის რიგებში 2 გოლი გაიტანა და დუბლი მიითვალა. ამ დუბლის წყალობით სენტ-ეტიენმა უნიშნულოვანესი ქულები მოიპოვა. მერაბ დვალიშვილმა ქამარი შეინარჩუნა და გამარჯვებას